მოგესალმებით, მე უფრო ვფიქრობ, რომ ეს იქნება ერთობის აქტი კიდევ ერთხელ და მორიგჯერ და უკვე მე რამდენად, მაგრამ ახალი წელი ყველასთვის მაინც არის რაღაც ჯადოსნური, რა მნიშვნელობა აქვს თოვლის ბაბუის კუჯერა თუ არა. ბოლო ერთ წუთს მაინც ყველა იმ იმედით ვითვლით, რომ გაცილებით უფრო უკეთესი და რაღაცა სასწაულით და ყველაფერი კარგი მოხდება მომდევნო წელს. ანუ მაინც არის ეს რაღაცა ბოლო ერთი წუთი იმედით და ოპტიმიზმით წავსა ყოველთვის ყველა ოჯახში, ყველა ასაკში. ამიტომ ის რომ ჩვენ ამ ბოლო ერთ წუთს ერთად ავითვლით ყველა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ მე მაგალითად ბოლო ერთ წამს ერთ წუთს ავითვლი მშობლებთან ერთად შევხვდებით ციხესთან. პატიმრებს მეორე დღეს პატიმრები ყოველთვის და ზოგადად მეორე დღეს რა მნიშვნელობა აქვს, ზოგადად ყოველ დღე პატიმრები უყურებენ რა ხდება საინფორმაციოში რამდენად და მე ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის ის რომ იგრძნონ, გაიგონ, გაისმინონ ამბავი მის შესახებ, რომ ჩვენ ისინი მუდამ გვახსოვს და ეს ბრძოლაც მათთვის არის და ეს ბრძოლაც იმისთვის არის, რისთვისაც მათ დაიწყეს. ზვიად ცეცხლაძე თუ უყურებს ამ ეთერს ახლა მინდა რომ მოვიკითხო როგორც ჩემი მეგობარი და მასთან ერთად ყველა პატიმარი მინდა მოვიკითხო და უთხრა მათ რომ გამორიცხულია ეს ბრძოლა გაჩერდეს მანამ ვიდრე ისინი ციხეში არიან და საბოლოო მიზნამდე მივალთ. ჩვენ შევხვდებით ციხესთან და შემდეგ უკვე წავალთ რუსთაველზე. ეს არ იქნება რაღაც დღესასწაული, ეს არ იქნება რაღაც ზეიმი. ეს იქნება ერთობის აქტი კიდევ ერთხელ რაღაცნაირ ისეთ ფიცის დადება, რომ ბრძოლა არის ბოლომდე, ბოლო მიზნამდე. რაც შეეხება ციხესთან, ეს იქნება რაღაცნაირ ისეთი სიმბოლური შეხვედრა, იმიტომ ერთის მხრივ გავამხნევოთ დედები და თავი მარტო არ იგრძნო და იცოდნენ რომ ამ მომენტში იმ წუთსაც ახალი წლის ღამესაც ერთად ვართ და მეორეს მხრივ იმიტომ რომ პატიმრები მეორე დღეს რომ ნახავენ საინფორმაციოს იცოდნენ რომ ჩვენც მათთან ერთად ვიყავით, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე ვიცი მათთვის თითო გაგზავნილ წერილს რა ფასი აქვს და ზოგადად პატიმრისთვის რამხელა მნიშვნელობა აქვს იმას რომ გქონდეთ იმის განცდა, რომ ისინი ახსოვთ ყოველთვის ყველას და ისინი არიან გარეთ ჩვენთან ერთად ეს არის ანუ იდეის სახით. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ 12 საათზე ჩვენ ვიყოთ საპატიმროსთან იქ სადაც ჩვენი თანამებრძოლების ხედან და შემდეგ უკვე რუსთაველზე გადავალთ იქ სადაც ჩვენი 10,000 და 100,000 თანამებრძოლია. ერთობა, უდრეკობა, უშიშრობა ქართულმა საზოგადოებამ ივანიშვილის რეჟიმს და თავად სანქცირებულ ივანიშვილსაც არაერთხელ დაუმტკიცა რუსთაველის გამზირზე, მიუხედავად იმ მძიმე დღეებისა და მიუხედავად ამ ადამიანების ციხეში გამოკეტვისა. 2025 ახალი წელი შემოდის. როგორ ფიქრობ, რა იქნება მთავარი ბერკეტი, რომელიც შეაჩერებს ივანიშვილს დაახევინებს უკან და უარს ათქმევინებს მიტაცებულ მმართველობაზე? დღეს შემხვდა ჩემი ერთი მეგობარი, რომელიც წლების განმავლობაში ცხოვრობდა რუსეთში, მოსკოვში და ისეთი საკმაოდ ისეთი არ მინდა ხა სახე და გვერდ დავასახელო, ისეთი არა, იცი ძალიან კარგად შინაარსი იმ ადამიანების ბელორუსიასაც კარგად იცნობს და მეუბნებოდა დღეს ესეთ რამეს, რა რომ აი ქართველებს რომ ადარებენო რუსეთს ან ბელორუსიასო, აი ცხოვრობ ადამიანებს უბრალოდ მიკვირსო რა, თავისი ჩვენი შინაარსიდან გამომდინარე და ხასიათიდან გამომდინარე, რომ აი ბელორუსიაში და ბელორუსია დაგვემართება არასოდეს ბელორუსია ჩვენ არ დაგვემართება, იმიტომ რომ ჯერ ესეთი ცო ბელორუსიამაც და რუსეთმაც ბოლო 30 წელი მონობაში ცხოვრეს და იმ ხალხმა ვინც იქ ცხოვრობს, თავისუფლება ამ სიტყვის სრულფასოვანი და ზუსტი მნიშვნელობით აღარ იცის რა არის, ეს ერთი, ანუ თაობები გაიზარდა, აი ამ რაღაც მონური ფსიქოლოგიით. და მეორე, აი როდესაც მაგალითად სიტყვაზე ბელორუსიაში აქციების მიუხედავად იმისა, რომ უდასტურებ იქ მცხოვრებ მებრძოლ ადამიანებს და ძალიან ბევრი დევნილი და რა ვიცი, პოლიტიკური დევნილიც ყავთ და რეპრესირებულიც, როდესაც ძალიან ძიმე და სასტიკი დარბევები ხდებოდა აქციისო, მეორე მესამე დღეს, ანუ არავინ ქუჩაში აღარ გადიოდა, ხო? შეიძლება ბუკვალურად მეორე დღეს არა, მაგრამ პროცესი კლებისკენ მიდიოდა. რა ხდება ქართულ ხასიათში? როდესაც მას არბევ ეწინააღმდეგები და როდესაც სხვას ჩაგრავ, ქართველი გარეთ გამორბის. ამიტომ ყოველთვის ანუ არ არის გამართლებული, როდესაც გვეუბნებენ რაღაც ისეთ მოდელებს გვახვევენ თავს, რომელიც არ არის გამარჯვებით და წარმატებით დასრულებული და გვეუბნებიან, რომ ეს ყველაფერი შეიძლება იმას გავდეს. არა, არ გავს. ეს ყველაფერი იმას გავს მხოლოდ იმითი, რომ იანუკოვიჩს რო ადარებენ ახლა იმდროინდელ უკრაინის მოვლენებს. გავს იმით, რომ მაშინაც რუსი იყო იქ ადგილობრივი მეთაური და მთავარი და აქაც რუსი, ანუ რუსეთს რო ებრძვით, თორე ჩვენი ხასიათები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება და სწორედ ამ ხასიათებით და ამ ხასიათებით კი არა, იმ თაობით, რომელიც ქუჩაში დგას, რომელიც ციხეში იზის და უფრო მეტად რომელიც ქუჩაში დგას, რაოდენობის თვალსაზრისით ვამბობ. ამ ადამიანების შემხედარე დარწმუნებული ვარ, რომ არც ბელორუსიის მაგალითი ვართ და არც ერთი სხვა ქვეყნის. ეს არის საქართველოს ბრძოლა, ძალიან განსხვავებული, ძალიან ლამაზი
აი ეს ხორუმის დღე გვეყოფა მარტო იმის დასტურად, რომ არაფერს ეს მოვლენები არ გავს. და ერთობის ჯაჭვი მარში იყო მართლა წარმოუდგენელი, იმიტომ რომ მე მაგალითად 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მხოლოდ მეტი არ მახსოვს ასეთი და როდესაც მოქალაქეებს ვესაუბრებოდი, მეუბნებოდნენ რომ მაშინაც რუსეთისთვის ვიდექით, რუსეთს ვაჩვენებდით ჩვენს ერთობას და დღესაც რუსეთს ვაჩვენებთ რეალურად ჩვენს ერთად დგომას ხელი-ხელ ჩაკიდებულებიო. დღეს საკითხი ასე დგას, ხო? ვებრძვით რუსეთს და არა პერსონალიებს ქართულ ოცნებაში. ზუსტად. აი ზუსტად მაგას ვამბობ ყველგან, რომ ეს არ არის რაღაცა იმ შემთხვევაში, ეს არის ეს ადამიანები არიან ხელსაწყოები რუსეთის ხელში. უბრალოდ რუსეთი ამ ადამიანებით გვექცევა, გველაპარაკება, ჩაგრავს და ასე შემდეგ. და ეხლა მაგალითად არსებობს მოლოდინები, რა მოლოდინი შეიძლება არსებობდეს. ყველაზე მეტად ერთობა გვჭირდება იანვარში, იმიტომ რომ აი ესეთი პროცესების შემდეგ, აი ახალი წელის დაგვემთხვა, ხო? ეხლა წავა რეპრესიები ყველა აქტიურ ადამიანზე. წავა რეპრესიები ყველა იმ ადამიანზე, რომელიც სახელმწიფო მოხელე იყო და გაბედა და სიტყვა თქვა, თავისუფლება ახსენა და რაც ქვია მოითხოვა. ყველა ესეთ ადამიანზე ჩვენზე ყველაზე წავა რეპრესიები და ამ რეპრესიების დროს უნდა ვიყოთ ერთობებით და ერთობა უნდა იყოს ძალმშრომელი და ძალიან ძლიერები, იმიტომ რომ ხელი ხელს უნდა ჩავკიდოთ და ნახეთ ეს ერთობა როგორ გშველის სპეცრაზმი რომ ისდევთ ადამიანებს. თუ იფანტებოდნენ, მაშინვე იჩაგრებოდნენ და როგორც კი ერთად დგებოდნენ, სპეცრაზმი გარბოდა. აი ამ ბრძოლაში ვართ ჩვენც ახლა. თუ ერთად დავდგებით, გაიქცევიან და თუ დავიფანტებით მოგვერევიან, აი ეს ბრძოლა ახლა ამ ქვეყანაში. და ნანუკა ბევრი მე ვხვდება ხოლმე დაიტოვეს ჯგუფში, როდესაც შენ კითხულობ ძალიან ხშირად, ვინ არიან დაკავებული ადამიანები, ისეთები, ვისი კონტაქტებიც არ გაქვს იმისთვის, რომ მათ დაეხმარო დაჯარიმებული ადამიანები და ასე შემდეგ. ასეთი არის ასობით ადამიანი, ხო, ვინც სისტემამ ერთის მხრივ სცადა რომ გაეტეხა დაკავებით, ზეწოლით, ცემით და მეორეს მხრივ ფინანსურ წნეხში მოაქცია იმისთვის, რომ ეს ორმაგი დარტყმა ყოფილიყო პიროვნულად დაკავებულზეც და მათ ოჯახებზეც. და ნახეთ როგორ რაღაცა მანდაც ხო ერთობამ გადაგვარჩინა. დღეს გამოვაქვეყნე ნანუკას ფონდის დეტალური ანგარიში. თითქმის 910,000 გვაქვს დახარჯული, 1 მილიონი. თითქმის 1 მილიონი, ხა 910,000 რაღა უკრია, ხო 1 მილიონამდე და ეს თანხა შეგროვდა, აქ არც ბიზნეს ჩაურიცხავს თანხა და არც ვინმე მსხვილი შემომწირველი ყავს. ეს თანხა შეივსო 1 ლარობით, 10 ლარობით და 15 ლარობით. სხვა ქვეყანაში რო ხის მოსავლელად წასულები არიან ადამიანები, საკუთარი ოჯახები რო გამოყვებონ და აქ რომ ძალიან ხშირად 50 ლარს რო ადამიანი ჩაგირიცხავს, იმას 50 ლარზე მეტი ანგარიში არ უდევს. აი ეს შეგროვდა. ეს არის ნათელი და შეგროვდა პოლიტიკურ, ანუ შეგროვდა ამ საპროტესტო აქციებისთვის, ის ცალკეა გადარჩენილი ადამიანებისთვის. შესაბამისად, ეს რისი დასტურია. შენ რომ ძალიან გიჭირს და ვიღაცის გირებ ჯარიმისთვის, პატიმრისთვის, ვიღაცის ოჯახისთვის რო ფულს იხდი, ეს რისი დასტურია? ეს არის იმის დასტური, რომ რაც შეგიძლია, სადაც შენს თავს ხედავ და შენ შესაძლებლობებს ბრძოლისთვის ხარ ბოლომდე მზად. ყველა მხრივ, გინდა ქუჩაში, გინდა ფინანსური მხარდაჭერით, გინდა აქციებით, არ არსებობს რგოლი, სადაც ეხლა ქართულმა ხალხმა არ დაადასტურა და დაამტკიცა, რომ ამ ბრძოლაში დანებება და უკან დახევა არ არის. ამიტომ მე როგორც არასდროს დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ იანვრის კრიზისს და თებერვლის კრიზისს გავუძლებთ, ისევ ერთად დგომით და 2025 წელს ჩვენ ვიმარჯვებთ. აი აგერ ნახავთ თუ არა.